ამ ვიდეოში მინდა გაჩვენოთ თუ როგორ ვქმნი მე ახალ პაკეტს სხვადასხვა სპიდან ამოღებული ჩარჩოებით. ამ პაკეტის შესაქმნელად საჭიროა ერთი თაფლიანი ჩარჩო, ერთი ჭეორიანი ჩარჩო, ორი ჩარჩო გადაბეჭდილი ბარტყით და ერთი ღია ბარტყით. და ძალიან მნიშვნელოვანი ასევე ის, რომ ამ ჩარჩოებს ის ფუტკარი თან უნდა გავაყოლოთ, რომელიც ფუტკარი ზედ იმყოფება. ეს მეთოდი მასწავლა ჩემმა კარგმა მეგობარმა, ბატონმა გიამ და მეც ვახორციელებ ჩემს საფუტკრე მეურნეობაში, თან ვსწავლობ ამ მეთოდს, თან დავაკვირდები თუ როგორ განვითარდება ესეთი შექმნილი პაკეტი და როგორ გადაიქცევა სკად ეტაპობრივად. თან ძალიან კარგი მეთოდია, იმიტომ რომ ძალიან მცირე დანაკარგებით შეგვიძლია შევქმნათ რამოდენიმე პაკეტი. პაკეტის შექმნა განაპირობა ერთმა ფაქტორმა გაზაფხულზე ერთ სკაში დაიღუპა დედა და ამ სკამ შესაბამისი ღონისძიებების ჩატარების შემდეგ მოახერხა დედის გამოყვანა. სკაში არის 3 სადედე ჩამოშენებული, 3-ვე გადაბეჭდილი. რომ არ დავკარქო თან დედა, ამიტომ ვქმნი პაკეტს. ეხლა თქვენს ხედავთ ამ ჩამოშენებულ სადედეებს, ამათგან ერთს მოვჭრი ეხლა და გადავიტან ახალ პაკეტში, რაც გამიმარტივებს ამ პაკეტის განვითარებას და იმ 16 დღიან მონაკვეთს შეამცირებს. რადგან ეს სადედე უკვე გადაბეჭდილია და რამოდენიმე დღეში აქედან დედა გამოვა. ესეც გადატანის მომენტი. ახალ ჩარჩოზე ახალი დედა. ამ პაკეტში არის ერთი თაფლიანი ჩარჩო, ერთი ჭეორიანი ჩარჩო, ორი ჩარჩო გადაბეჭდილი ბარტყით და ერთი ღია ბარტყით. ეს კი არის სიროფი, რომელიც დამზადებულია 2-1-ზე ნაზავით, არის სქელი სიროფი და მას მარტივად გადააქცევს ფუტკარი საკვებ მარაგად და გამოკლებას ბარტყს. სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა. დროებით